ყურადღება იწყება. აქ ზოგიერთი ისეთი საკითხები დაისმება, რომელ საკითხებზეც სხვა გვარი ხედვა არის დღეს ნაწილ მეცნიერებში. გენომის გაშიფვრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ სანამ ადამი წარმოიქმნებოდა, მანამდე ევა ყოფილა. მთელი მე-20 საუკუნე ესე გამოვიარა და არავინ არ თქვა, ვერავინ ვერ დაადგინა. არ არის ეს ასე. ისე როგორც არის და ისე როგორც გონიათ რომ არის. სიბერე დაავადება ეგონათ და სიბერეს კურნალობდნენ. ასია, რაც ჰისტოლოგიაში გვიწერია. მცენარეები და ცხოველები და ყველაფერი ერთნაირად არ ბერდებიან. მუშა ფუტკარი 35 დღე ცოცხლობს. დედო ფუტკარი 40 ჯერ დიდხანს. აბსოლუტურად ერთნაირი გენომი აქვს დედო ფუტკარსაც და ჩვეულებრივ მუშა ფუტკარსაც. ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში ალცჰეიმერის სიკვდილობამ გადააჭარბა სიმსივნით გამოწვეულ სიკვდილობას. ალცჰეიმერის პათოლოგია უკვე იცით როგორ იწოდება? როგორც მესამე ტიპის შაქრიანი დიაბეტი. დაბერების შემაჩერებელი ტექნოლოგიები. რით ირკვევებიან? ირკვევებიან გარგარის ჩირით. ირეცხება მთლიანად სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თავის ტვინში დაგვეული ყველა ტოქსიური ნივთიერება. მთელი პოლიტბიურო გრავიდანსი იყო ასეთი წამალი იმას სვამდა. მეტო გეცინება რომ იცი რა არის. ანტარქტიდიდან მისთვის გაყინულ წყალს ალღობდნენ ყინვას და იმას ასმევდნენ რომ შეენარჩუნებინათ მისთვის სიცოცხლე. დრო როგორც ყველაზე დემოკრატიული დიქტატორი. თუ შინაგანი ბიოლოგიური საათი შენელდება, მაშინ დროის აღქმა იცვლება. ამიტომ არის ჩემო მეგობრებო და კოლეგებო, აქ ვიცხეთ ხარ, ჩემი თანატოლები. ორშაბათის მერე პარასკევი ისე მოდის, რომ თითქოს უცბად გავარდა ყველაფერიო. სახლში რო გეუბნებათ, მეუღლე, დედა ჩემი სულ სხვანაირი გემოს საჭმელს ამზადებდაო, რატომ ამზადებდა? იცით, სხვა რეცეპტორები ჰქონდა ამას მაშინ, ახალგაზრდა რო იყო და ახსოვს ის. მისი უდიდებულესობა, მეხსიერება და ასაკობრივი ცვლილებების მორფოლოგია. აკადემიკოს რამაზ ხეცურიანის ლექტორიუმი. კვირას ტელეკომპანია პულსის საღამოს ეთერში.